გამარჯობათ მეგობრებო, გავაგრძელოთ ასინქრონული Python-ის სერია და ეს იქნება თეორიული გაკვეთილი, სანამ გადავალთ უფრო პრაქტიკულ თემებზე და მნიშვნელოვანი საბაზისო თეორია უნდა გავიაროთ, რათა გვესმოდეს განსხვავებები გარკვეულ მიდგომებს შორის. ახლა მოდით პირდაპირ გადავიდეთ დემონსტრაციაზე, ასე ვთქვათ, და დავაკვირდეთ ამ მნიშვნელოვან სურათს, რომელიც კარგად ასახავს ამ სამი პაკეტის განსხვავებას, ხო? აი, ხედავთ, ზემოთ არის ნაკადების გამოყენება, threads, thread. შუაში არის ასეთი async.io პაკეტის მუშაობის ლოგიკა, ქვემოთ ხედავთ multiprocessing პაკეტის მუშაობის ლოგიკას, ხო? და პირველი ახლა რაც ხვდება თვალში, ხო? სამივეს განსხვავებული მიდგომა აქვს, ვიზუალურად ჩანს. და აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს მწვანე და ლურჯი რაც არის, თქვათ ფუნქციები, უხეშად რო ვთქვათ, აი რაღაცა საქმე მოკლედ და task-ი, ფუნქციები, ჩვენ შემთხვევაში წინა მაგალითი რაც გავიარეთ, ფუნქციებზე გაჩვენეთ, ხო? და ერთი პირველი ფუნქცია და მეორე ფუნქცია, ხო? და აი რომ დავაკვირდეთ პირველ განყოფილებას, ასე ვთქვათ, threading, ხო? აი ხედავთ, რომ გადართვები ხდება და აი პირველი ფუნქცია მუშაობს, შემდეგ გადაერთვება მეორე ფუნქცია მუშაობს, ისე გადაერთვება უკან ისე პირველი მუშაობს და ორ ნაკადში არის ფაქტიურად ეს და აი ასე არეგულირებს. ახლა პირდაპირ რომ ითქვას, ხო, კი ვიძახით, კი ვთქვით, რომ აი ასინქრონულად პარალელურად მუშაობს რაღაცა, მაგრამ სინამდვილეში აი თლად პარალელიზმიც არ გამოდის, ის უბრალოდ ქმნის ილუზიას, რომ პარალელურად მუშაობენ. ეს სინამდვილეში აი გადართვები ხდება. იმდენად სწრაფად ხდება ეს გადართვები, რომ ჩვენ ვერ ვატყობთ ამას, აი როგორც ფილმებში, მაგალითად 24 კადრი წამში, მაგრამ აქ ბევრად უფრო სწრაფად ხდება, მილიწამებში ხორციელდება ეს და ხა რო ვიძახით, ხო, გადართვები ხდება, ვინ აკეთებს ამ გადართვებს, ხო? Python-ის ინტერპრეტატორი არ აკეთებს. ჩვენს პროგრამაში ამას არ ვწერთ, ანუ ხო, გადართია ამ მომენტში გადმორთია. არა. ეს ამ გადართვებს აკეთებს ოპერაციული სისტემა და ოპერაციული სისტემა შესაბამისად წვითავს როდის როგორ გადართოს და როგორც ვიცი, დროის თანაბარი რაოდენობის შემდეგ ხდება ამის ორგანიზება. ამის ნახვაც შეიძლება ოპერაციული სისტემა რა სისწრაფით, ხო, რა დაყოვნებით რთავს ამას, მაგრამ ეს უკვე ნიუანსებია, ჩვენ მივალთ კიდე განვავრცობთ ამ threading-ების თემას, ხო, ამ ნაკადების თემას. თავარია გვესმოდეს, რომ ხდება, აი, იმუშავა პირველმა ფუნქციამ, შემდეგ გააჩერა ოპერაციული სისტემა, უბრალოდ დაყოვნების რეჟიმშია, გადართო მეორეს ამუშავებს. შემდეგ ისე პირველი და ეს არის threading, ხო, ნაკადების თემა და ამ თვითონ ასეთი ტიპის მოქმედებას, ხო, აი threading არის concurrency არ ვიცი, სწორად როგორ თარგმნ ქართულად. ეს არ არის პარალელიზმი, ხო, ამიტომ არასწორი იქნება თლათ რო ავიღოთ პარალელიზმი და ვარქვათ, მაგრამ იგულისხმება ამ პარალელიზმის ქვეშ, ვინაიდან ისე სწრაფად ხდება, რომ ჩვენ ვერ ვატყობთ განსხვავებებს. შესაბამისად, იყოს დავტოვოთ როგორც არის concurrency, ხო? ერთგვარი კონკურენტობაც არ არის, ხო? ერთმანეთს არ დგას აქ ამოცანა, მაგალითად, პირველ ფუნქციამ გაუსწროს მუშაობაში მეორე ფუნქციას ან პირიქით, ხო? ანუ მიზანი არ არის, რომ ერთი მეორეს გაუსწროს. ამიტომ კონკურენციის მომენტათაც არ შეიძლება ეს მოვიხსენიოთ, ესენი უბრალოდ ასრულებენ ესეთი ლოგიკით თავთავიანთ საქმეს და ქმნიან ერთგვარ ილუზიას, რომ თითქოს აი პარალელურ რეჟიმში ხდება გამოთვლები და ხდება მუშაობა. ახლა უშუალოდ პარალელიზმზე თუ გვაქვს საუბარი, ხო, კლასიკური გაგებით, ინტუიციური გაგებით ყველანაირად, აი ქვევით ხედავთ, ხო, აი multiprocessing ხედავთ. აქ რა ხდება, ეს მაქსიმალურად არის გამოყენებული რესურსები, ამ შემთხვევაში ბირთვებზე არის საუბარი. და ხედავთ, რომ მართლაც პარალელურად ხდება მათი დამუშავება, მათი მოქმედება, ხო, ერთმანეთი გადართვა და რაღაცა არ ხდება. შესაბამისად, აი აქ ჭეშმარიტი პარალელიზმია. ჭეშმარიტი პარალელიზმი multiprocessing პაკეტის გამოყენებით ჩვენ ნახავთ ამასაც, იმუშავებთ შიგადაში რაღაცებს ავაწყობთ, ხო?
მაგალითებს. და კიდევ აი async.io პაკეტი ხო ჩვენ ვახსენეთ წინა გაკვეთილზე რომ არის ასეთი პაკეტიო და ეს პაკეტიც დააკვირდით ერთ ნაკადშია და შესაბამისად წყვეტს როდის მოახდინოს გადართვა ერთი საქმიდან მეორეზე ერთი compute task-დან მეორეზე მაგალითად, ხო? ახლა როდესაც ლაპარაკობთ, ხო, ერთიდან გადართო მეორეზე, რატომ უნდა გადართოს, ხო, მეორეზე? აი რა საჭიროა ეს, ხო? აი იგივე ხო, აი ნაკადები არის აქ და აი რას ნიშნავს? როდის უნდა მიხვდეს გადართვა საჭირო? ხო? ნუ ზოგადად გეტყვით, არსებობს, ესე იგი, არსებობს ისეთი task-ები, ასე დავარქვათ, რომლებიც საჭიროებს დროს, ხო? აი ქსელური ურთიერთქმედება თუ გავაგზავნეთ რაღაც მოთხოვნა და სანამ დაგვიბრუნებს რაღაც დაყოვნებაა და ამ დროს პროცესორი ძალიან სწრაფია, ხო? პროცესორს აი ნელ ბრჭყალებს, ნელ task-ებს ელოდება საბოლოო ჯამში, ნელთა ჩაწერა input output-ი, ხო? გაგზავნა რაღაცის დალოდება, ხო? ასე შემდეგ. და ამ დროის გამოყენება ხდება ოპტიმალურად, ფაქტიურად. და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხო? async.io პაკეტის გვთავაზობთ ასეთ რამეს. ესე იგი, სანამ რაღაცა დაარეკვესტა, ვთქვათ, Excel-ში და სანამ მივიღეთ პასუხი ამ Excel-ში, რატო უნდა ელოდოს პროცესორი? გადაერთვება უცებ იმაზე, რაც შეიძლება შესრულდეს, ხო, რასაც არ ჭირდება დაყოვნება. მერე, ვთქვათ, ისიც მოითხოვს გარკვეულ დაყოვნებას, გადმოერთვება ისე უკან და ერთ ნაკადში ხდება, აი ეს უნდა გავიაზროთ. და ოპტიმალური ახლა რესურსების გამოყენება, ხო, ეკონომიური თვალსაზრისით ხდება, ნუ აი მაგალითად აი ამ პაკეტში, ხო? ესეც არ არის ჭეშმარიტი პარალელიზმი, ახლა პირდაპირ სქემაზეც ჩანს, აქაც გადართვებზეა ლაპარაკი და concurrency-ში გადის, ხო? მაგრამ ესე იგი, თუ ჭეშმარიტი პარალელიზმი გვინდა და თუ ინტენსიური compute, ანუ გამოთვლითი სამუშაოები არის ჩვენს პროექტში, პროგრამაში, რაშიც გვინდა ეს გამოვიყენოთ, მაშინ ხო, მაშინ აი parallel multiprocessing-ი შეიძლება გამოვიყენოთ. კი, მაგრამ იცოდეთ, რომ რესურსების მიმართ მომთხოვნია. რესურსებს ითხოვს მეც და მეც, ხო? იქ ბირთვები, კიდევ ამის დამხმარე მეხსიერება შესაბამისი და ასე შემდეგ. ამიტომ აქაც სხვათა შორის ნაკადების დროსაც და async.io მიდგომის დროსაც მანდაც მეხსიერების თემა არის, ხო? უნდა დავიმახსოვროთ, სად გაჩერდა, ხო, ეს task-ი გააგრძელოს მუშაობა და ბევრი თუ ახლა ორზე იმდენად არ ჩანს შეიძლება, ნუ ბევრი როდესაც არის. თავის მხრივ ნაკადებზე რო ვილაპარაკოთ, ხო? აი აქ. ესე იგი, აქ ჩვენ ვიძახით, რომ გადართვები ხდებაო, ხო, გარკვეული დროის შემდეგ ოპერაციული სისტემის მხრიდან და ეს დრო, ხო, აი ეს დრო, გადართვის დრო ერთი task-დან მეორე task-ზე, ხო? იზრდება, როდესაც ბევრი task-ია. ეტა 10 ცალი რო არის, სანამ პირველიდან მე-10-მდე მივან, სანამ გადართავს, ნუ ესეც იზრდება, ესეც გასათვალისწინებელია და თუმცა თავის მხრივ ისეთ ამოცანებსაც ჩაწერა არის დისკთან ურთიერთობა საჭირო, Excel-ის ურთიერთობა საჭირო, ანუ ცოტა უფრო ნელი ვიდრე პროცესორი task-ები, ხო? მანდა საკმაოდ კარგია მათი გამოყენება, იმიტომ რომ ნაკლებ რესურს მოითხოვს, ვიდრე აი იგივე multiprocessing მიდგომა, ხო? ამიტომ აქ ახლა შეიძლება ვთქვათ ასე, რომ დამოკიდებულია თქვენ რა ტიპის ამოცანაზე მუშაობთ და არ შეიძლება ითქვას, რომ ერთი აუცილებლად ჯობს დანარჩენ ორს, რომელიმე ორს, ხო? სხვადასხვა მიდგომებია, უბრალოდ და უნდა გაიაზრო ეს სად რა უფრო გაწყობს. კიდე რა შეიძლება დავამატოთ ახლა ამ ყველაფერს. გარდა ამისა, გარდა ამ პაკეტებისა, ხო, არის კიდე სხვა პაკეტებიც ახლა ჩვენ შეიძლება შევეხოთ მათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვა პაკეტები ზოგი დასაინსტალირებელია, ანუ სტანდარტულ ბიბლიოთეკას Python-ისას არ მოყვება, ზოგი დასაინსტალირებელია, ჩვენ კიდევ ვნახავთ, ამ ცოტა შეიძლება ახაც დაგიწერთ ახლა სახელებს ამ პაკეტების, მაგრამ ახლა ეს არის ცოტა თეორიული შესავალი და აქ ახლა ძალიან ღრმად კოდში უშუალოდ არ შევალთ, მაგრამ რაღაც მაგალითსაც გაჩვენებთ. ესე იგი, კიდე რა უნდა გვესმოდეს?
მაშინ როდესაც ყურადღებით, მაშინ როდესაც პირველ და მესამე ხერხს, ხო, აი ნაკადებს და multiprocessing-ს ძალიან მოსახერხებელი მომენტი აქვს ის, რომ ფაქტიურად კოდის შეცვლა არ გვიწევს, საუბარია task-ების კოდის შეცვლაზე. ხო, ფაქტიურად ხა წინა გაკვეთილზეც ვნახეთ მარტივად, რა შევცვალეთ, არც არაფერი ესეთი, გავუშვით ნაკადები და კოდის შეცვლა არ დაგჭირვებია მაინდა-მაინც, ხო? დრამატულად არ შეცვლია. მაგრამ აი async iOS შემთხვევაში კი კოდი იცვლება, დამატებითი ოპერატორები მოდის, მე გაჩვენებთ ამას ახლა და მანდ უკვე ხო კოდის შეცვლა არის საჭირო. ანუ ეს მინუსებში შეიძლება ჩაითვალოს. ყველას თავისი პლუსი აქვს და მინუსი, ხო? აი ზოგს რესურსი აქვს მეტი აგერ აი ამას. ზოგს დაყოვნება ეზრდება, როცა მეტი ის არის ნაკადი, ხო? და ასე შემდეგ. აი ამას მაგალითად კოდის გადაწერა ჭირდება. ხო, კოდის გადაწერა შეიძლება რთული ამოცანა იყოს, იმიტომ რომ ბევრი იყოს ეს ფანალურად და ყველაფერი ზუსტად არის გასაწერი, სწორად დასაკონფიგურირებული. თავის მხრივ, აი async iOS შემთხვევაში, ხო, აი აქ უკვე ჩვენ ვსაუბრობთ არა ფუნქცია შესრულებულ ფუნქციაზე, აი შესრულდა ეს ფუნქცია გადმოვიდა მეორეს. არამედ ამას უწოდებენ კორუტინებს, აი coroutines, მოდით დაგიწევთ ამას coroutines. კორუტინები, ხო, აი ესეთი უცნაური ტერმინია და მოკლედ აქ ისე კორუტინებზეა ლაპარაკი, ეს კორუტინები არის. მოკლედ ეს async iOS შემთხვევაში, ხო? მან თვითონ ამ პაკეტს აქვს თავისი ოპერატორები, ახლავე გაჩვენებთ ამას, რაღაცას გავითამაშებთ, თუმცა უფრო ღრმად არ შევალ ამ გაკვეთილში, შემდეგ უკვე სხვა უფრო პრაქტიკულ გაკვეთილებზე ამას ვნახავთ. ანუ ძირითადი იდეა ჩემი აზრით თქვენთვის გასაგები უნდა იყოს აქ, ხო, განსხვავებები, თუმცა ამას მაინც უძახიან, რომ აი გავაპარალელურეთ კოდი, ხო, ანუ მაინც დაშვებას აკეთებ, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად კეთდება ის, რომ ილუზია იქნება, ანუ კვაზიპარალელიზმია, აი ეს სწორი ტერმინი იქნება, კვაზიპარალელიზმია. concurrency შემთხვევაში, ხო? თუმცა ჭეშმარიტი პარალელიზმიც აი ვიზუალურად ჩანს ამ სქემას. მოდით ვნახოთ ერთი კოდი ახლა რა გადაკეთებაზე ვლაპარაკობ, ხო? რა გადაკეთება შეიძლება დაჭირდეს იგივე აი thread test, ხო? ჩვენ გავაკეთეთ წინა გაკვეთილში ნაკადების ორგანიზაცია, ხო? აი იმ კოდით. და მე ახლა ავიღებ ამას, დავაკოპირებ და დავარქვათ ეს იქნება async io test, ხო? და გადავაკეთებ ამ კოდს ისე როგორც async iOS ჭირდება, ხო? პირველი რაც ჩვენ გვინდა, ზოგიერთი მოდული უკვე აღარ დაგჭირდება, ვნახავთ ახლა ამას. ხო, კიდევ დაგჭირდება სავარაუდოდ კიდევ დეკორატორის გაკეთება, მაგრამ მე ზოგად მონახას გაიკეთეთ, ახლა დეკორატორების წერას არ დავიწყებ, თუმცა საჭირო იქნება. ახლა ჩვენ გვაინტერესებს თვითონ async io რას ცვლის კოდში და დავაკვირდეთ ახლა როგორ შევცვლი კოდს. შეხედეთ ფუნქციის წინ დავწერ ასეთ რამეს async, ხო, async ფუნქციის წინ უკვე ფუნქციაც შევცვალე. შემდეგ აქ უკვე time მოდული არ გვაწყობს, აქ უნდა იყოს await, ასეთი რამ await async io. სხვათა შორის უკვე თუ async io-ზეა საუბარი, დავაიმპორტოთ უნდა, ხო, ეს ყველაერად არ გამოვა async io. კი ბატონო. და აქ sleep გვაწყობს, რჩება როგორც არის, ესე იგი async-ი დავამატეთ, await-ი დავამატეთ, კიდე რა ქვემოთაც იგივეა. აქ ყურადღება უბრალოდ საჭირო, რომ რაღაცა არ გამოგრჩეს კოდის გადაკეთების async io, კი ბატონო. კი ბატონო, ესეც მზად არის. მეორე ფუნქციაც გავაკეთეთ, მესამე ფუნქციაც გავაკეთოთ, async. აქ უკვე ნაკადები საერთოდ არ გვაინტერესებს. ნაკადები არ გვაქვს. აქ
ეს ამ პრინტს დავტოვებ, როგორც არის. დაგვერდით. ამ პრინტს დავტოვებ, ამ ფუნქციაში მე სხვათა შორის არაფერი დამატებით არ მჭირდება, თქვენ წარმოიდგინეთ და ცალკე უნდა დავწერო კიდევ ერთი ფუნქცია async def run main გვაქვს, აი run. აი ესე დავარქვათ. დავწერ, აი ესეთ რაღაცა თქვათ, task 1 სიტყვაზე, ხო, ანუ 0-დან პროფესიონალურად გავაკეთოთ ეს task 0 async io მოდულიდან create task რა task-ი შექმნი, main-ი შექმნი, ხო? main ფუნქცია გვაქვს იქ. სამი ფუნქცია გვაქვს საბოლოო ჯამში, ეგ task 1 იქნება, task 2 იქნება, ხო? სამი task-ი გავაკეთე. აქ იქნება my func 1, ხო? პირველი ფუნქცია რაც იყო და my function 2. აქ ამ ფუნქციებში ვაგზავნით არგუმენტს, თუ გახსოვთ იქ რიცხვს ვაგზავნიდით, რამდენჯერ დატრიალებული იყო ციკლი, აგერ არის ესენი. ну არ აქვს მნიშვნელობა სინამდვილეში რა ციფრი გაიგზავნება და ვიზუალურად აი ესე შევქმნით ეს ობიექტები ამით არ ვთავრდება ვაკეთებთ awaits task 0 await task 1 ხო await task 2 კი ბატონო ესეც და ქვემოთ გამშვებ განყოფილებაში ასე ვთქვათ გავაკეთოთ ასეთი რამ sync.io წერტილი run და შიგნით run აი run ხო აი ესეთი რამ ესე იგი თვითონ ეს დეკორატორი უკვე არ გვაწყო საერთოდ times მე აქ არ ვიყენებ threadings მე აქ არ ვიყენებ ხო არ ვიყენებ time counter-იც არ მჭირდება, აქ იქნება დასაწერი ის რა ქვია დეკორატორი რაღაცა async time counter თქვათ ან რაღაცა დავარქვათ აი ეს. მაგრამ ამ დეკორატორს მე მივხედავთ, ახლა უბრალოდ კონსტრუქციას დავაკვირდეთ, არ აქვს მნიშვნელობა. დააკვირდეთ როგორ შეიცვალა, უშუალოდ კოდი შეიცვალა, ხე რაღაცები მარტო კი არ დავამატე, არამედ უშუალოდ კოდში აი ესეთი წინ async-ი, await-ი ხო, ესეთი ოპერატორები გაჩნდა და flat Python-ის კოდსაც არ გავს ხო? flat რაღაცა უცნაური ენის სხვა ენის კოდს უფრო გავს ვიდრე Python-ის კოდს რაღაც მომენტში. მაგრამ მე ესე თქვა მინდოდა ამით რომ თვითონ ამ პაკეტს async.io-ს ხო აქვს თავისი, ну, ოპერატორები დავარქვათ ასე, რომლებიც გარკვეულ ოპერაციებს აკეთებენ, მაგალითად აგერ დააძინებს ხო, იქ შეაჩერებს დაყოვნების სიმულაციას გააკეთებს ხო, მერე ფუნქციებს აგერ წინ ასინქრონულს ვუწერთ ხო, რომ ასინქრონული გახდეს და ასე შემდეგ, ანუ მთლიანად გადავაკეთე კოდი ფაქტიურად. ჩვენ ამ მომენტებს უფრო ღრმად კიდევ ვნახავთ ხო, უფრო პრაქტიკულ თემებში. და რომ გადავიდეთ ისევ და ისევ, ესე იგი ამ სქემაზე ეს ახლა პირდაპირ ასე არ იმუშავებს, იმიტომ რომ ეს ფუნქცია დასაწერი მაქვს და ამას ჯობია სხვა ეს დავუთმოთ. ახლა არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ეს დეკორატორი არ არის ჯერ მზად, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი კი ბატონო სწორია და შეგვიძლია საერთოდ დეკორატორის გარეშეც ვეცადოთ ამის გაშვებას, უბრალოდ ვიზუალურად ვერ ვნახავთ იმას აუთპუტს, ხო? მაგრამ აქ ესე იგი ვიმახსოვრებთ პირველ შემთხვევაში ნაკადები გადართვა ხდება, ოპერაციული სისტემა მართავს და გარკვეული დროის თანაბარი დროის შემდეგ ან ხორციელებს გადართვას ტასკებს შორის და რაც მეტი ტასკია და რაც მეტი ნაკადია დრო იზრდება, ну ლოგიკულია ხო, ჯამდება და სანამ პირველიდან ბოლომდე გავა. ხო, concurrency-ში გადის async.io-s შემთხვევაში აქ კორუტინებთან გვაქვს საქმე, ფუნქციებს აღარ უძახიან, კორუტინა არის, კოდის გადაკეთება არის მინუსებიდან, მაგრამ სამაგეროდ ყველაზე ეკონომიურად იყენებს რესურსებს, ერთ ნაკადშია ფაქტიურად და სანამ ერთი ამოცანა მუშაობს და ან ელოდება, უბრალოდ სანამ ერთი ამოცანა ელოდება, არა სავალდებულო მთელი კოდი იდგეს და ელოდებოდეს ამ პროცესის, ამ კორუტინის შესრულებას ბოლომდე. მოხდება გადართვა სხვა პროცესზე და ასე შემდეგ, ანუ ოპტიმალურად არის ეს განსაზღვრული, ხო? სანამ აქტიურია ამუშავებს, აკეთებს,
როგორც კი არ არის აქტიური, ხდება გადართვა სხვაზე, რომ აი ეს მოლოდინის დრო მოვიგოთ, ხო? და ჭეშმარიტი პარალელიზმი რაც ვილაპარაკეთ, აგერ არის ბატონო, ცალ-ცალკე ბირთვებში გადის ეს პროცესები და მაგრამ რესურსებს მეტსაც ჭამს, ხო? რესურსების მიმართ მომთხოვნია უფრო ვიდრე პირველი ორი ხერხი, თუმცა ახლა გამოთვლითი ამოცანები, compute ტიპის ამოცანებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ჭეშმარიტი პარალელიზმია და ახლა რესურსიც თუ გაქვს, კი ბატონო ეს. ყველგან არ გამოდგება, ახლა ყველგან არ გამოდგება, მაგალითად ეს compute intensive გამოთვლითი ინტენსივობისთვის რაც არის, კი ბატონო, გაუშვებ ცალ-ცალკე ბირთვში ამ პროცესებს და პარალელურად ითვლება, მაგრამ ხო არის ამოცანები, სადაც არ არის compute intensive, ანუ გამოთვლითი ინტენსივობა არ არის. მაგალითად, რაღაცა უფრო ნელ მოქმედებებს აკეთებს, ვთქვათ, ჩაწერა, request რაღაცების, ესე იგი, ქსელური მოქმედება და ასე შემდეგ, ხო? სადაც დაყოვნება არის, უფრო ნელი რესურსებია, უფრო ნელი მოქმედება, ვიდრე პროცესორი მოქმედებს, ხო? და მანდ არ იქნება ეს ოპტიმალური და თან მეტ რესურსსაც გიჭამს, ამიტომ საფიქრია ეს, სად რა უფრო გაწყობს. ეს არის საბაზო პაკეტები, თუმცა როგორც გითხარით, არის სხვა პაკეტებიც, აი აქ ჩამოგიწერთ ახლავე, არის ასეთი, შეიძლება შევეხოს process, აი ესეთი პაკეტიც არის. დამატებით პროცესებს ქმნის ეს პაკეტი, ორი სიტყვით რო ვთქვათ. კიდე არის concurrent features, აი ესეთი რაღაცა არის. ინტერფეისი აქვს მოსახერხებელიო ასინქრონული ამოცანებისთვის და პარალელური გამოთვლებისთვის, ხო? და მაგრამ ფარავს თუ ესე იგი შესრულების ლოგიკას, ну, ყოველ შემთხვევაში თავისი ნიუანსები აქვს, კიდევ არის. ბევრია სხვა შორის კურიო და ტრიო ასეთებიც არის, მაგრამ ესენი არ არის სტანდარტულ ბიბლიოთეკაში, ანუ არ მოყვება Python-ს და დაინსტალირება ჩამოწერა არის საჭირო. გარდა ამისა, ესე იგი არის select, ესეთი რაღაცაც, ეს არ არის SQL select-ი ამ შემთხვევაში, ეს უფრო სოკეტების პაკეტისთვის არის ხელშემწყობი, ასე ვთქვათ. ну, ეხლა ეს დარწმუნებული ვარ თქვენთვის არაფრის თქვენია, მაგრამ იმის თქვა მინდა რომ არის სხვა ბევრი გადაწყვეტილებაც, ხო? მაგრამ ძირითადი ბაზა მე აქ ჩამოგიყალიბეთ. ჩვენ ამ ბაზით დავიწყებთ, ვნახავთ გარკვეულ მოქმედებებს და უფრო შეიგრძნობთ ამ პროცესს. ახლა კი ამით დავასრულოთ და მომავალ შეხვედრამდე.